ქართული სამეფო გვარის წარმომადგენელი ხუან ბაგრატიონი საქართველოშია. სამეფო ოჯახის წევრი თბილისში კერძო ვიზიტით იმყოფება, თუმცა არაა გამორიცხული, რომ მან ოფიციალური შეხვედრებიც გამართოს. დღეს დილით ხუან ბაგრატიონი მოხუცებულთა თავშესაფარს ეწვია, სადაც მოხუცებს საჩუქრები გადასცა. სამეფო ოჯახის წარმომადგენელი აცხადებს, რომ უკეთ უნდა თავისი სამშობლოს გაცნობა და არ გამორიცხავს, რომ გარკვეული ინვესტიციებიც განახორციელოს ქართულ ბიზნესში. მე საქართველოში ჩემს მეგობრებთან ერთად იმისთვის ჩამოვედი, რომ კიდევ ერთხელ უფრო კარგად დავათვალიერო ჩემი ქვეყანა. შევისწავლო მისი შესაძლებლობები იმისათვის, რომ მომავალში აქ ინვესტიციები განვახორციელო. ამჟამად კი ვიმყოფებით სოციალურად დაუძველთა სახლში. მცირედი თვეხმარებით მოხუცებს. ამ ადამიანებს ჩვენგან განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. მისი სურვილი იყო, რომ გარკვეკეთებინა ორგანიზება ხვანდელი ვიზიტისთვის და მისი პირველი, ასე ვთქვათ, თხოვნა და სურვილი იყო, რომ მოსულიყო საქველმოქმედო ფონდ ვიქტორიასთან და გადაეცა რაღაც მცირედი დახმარება ამ ფონდისთვის. სურვილი რომ გარემოს სწავლობენ კლიმატს, ინვესტიციის განხორციელების და ამის მიხედვით მომავალში და ნაპირები რაღაც გარკვეული ინვესტიციები ჩადონ, როგორც ბიზნესის კუთხით, სოციალური კუთხით. თავშესაფარის მშენებლობას აპირებენ.